გამარჯობა მეგობრებო. What was that? მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? რა ხდება? ერთი წამი. Don't even start. ხალხო, რა ხდება? რა ისტერია არის იმასთან დაკავშირებით, რომ დავითი არის თურმე მსხვერპლი და ბისი ჩემი. ესეთი უნებელი ადამიანის. მინდა რომ შენთან ილაპარაკო. მინდა რომ ყველას სათითაოდ მადლობა გადაგიხადოთ მეგობრებო, შემჩნიათ ეს ძალადობა და ეს პატერნი და ქონდა სერიოზული საუბარი, ერთად წავედით თერაპიაზეც და იქ ვისაუბრეთ. Couple therapy. მაგრამ მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ გამოვედით თერაპიიდან, ზუსტად იგივე გააგრძე. ხალხო, ანუ ვინც უკონტექსტოდ იღებთ ამას, იმიტომ რომ არ დაფიქრებულ ხართ და არ ხართ შარიანები, რომ რაღაც კუდები მოგებათ ამ სისულელეზე. მოკლედ, წინა და იმის წინა პოდკასტში ვიყავით ძალიან ხოწე, ანუ ენერგიულად, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ნუ კარგი ტერმინი არის გამყანო, ენერგიულად იყავი, მაგრამ სინამდვილეში you were agitated. Fuck off. ხო და ვიღაცები წერდნენ, რომ ანაო დავიცაცადე ოლაპარაკიო. ანუ ამან დამარტყა პარასკევის აღამოა. მივდივარ ბაკურიანში, პარასკევი დილა. შევდივარ კომენტარებში YouTube-ის, რომ დაუტკბე და ვისი ამოვნა, რომ ხალხ ძალიან უყვარვართ, მადლობა ღმერთო, რომ არსებობ რაღაც ამ ხოდით და ხდება 4 ცუდი კომენტარი, რომ ანა რაღაც გაჩერდი, რაღაც ერთი იყო, რომ მას შემდეგ რაც ანა გასუქდა, იმენა ჰეიტერი გახდა თუ რაღაც. ანუ იმენა ტირელი მომინდა, მეთქი damn. წავშალე ეკრავე, მე ვითმინე და გზაში იმენა მარტყამდა ტვინში, რომ მეთქი რატო ამბობს ხალხი ამას რაღაცა იქნებ ჩემშია პრობლემა, მე დავიცურეკავს აღამოს. ერთი წამ გზაში იყავი, მაშინ რომ ერეკავდე? არა, ეგ უკვე იქ ვიყავი საღამო იყო. ანუ ეს რამდენიმე საათი ჩემ თავში უხარშავდი, რომ იქნებ ჩემშია პრობლემა. ყველაზე კარგი არის რა იცით, მე ხომ მირეკავს ისტერიკაში ჩაოლებრივად რა ხდება და მე ვარ მე-9 გასულია მაგ მომენტში? არ ვარ აქ, მოკლედ, ასე რომ ვთქვათ, მარტივად და ანუ მართლა ყველას მეტად რაზე მეცნებოდა ის მქონი, რომ და ამერიკეთ 15 წუთი ლაპარაკობდი ისე რომ სიტყვა არ მithქვამს და აი აღონ როგორ ისტერიულად იმეორებდი რომ ანუ ეგრე ხარ რომ მართლა ეგრე ხო გაცი ლაპარაკს ან რატო მოიგონეს ლაპარაკს რა გასა და ანუ აი ხალხი ლაპარაკობს ისტერიულად და ან თან ისიც ვერ მომასწარი მე თქვა 15 წუთის განმავლობაში მეგობარი არის ჩემთან ხო და აი ხო ლაპარაკობ რაღაცა ეს იმენა დუმს მაგრამ გეუბნებით თქვენს გაიგეთ რა ჩაოლებრივია დავითისგან რომ არის კაი მსმენელი და ჩუმად ისმენს ხო ნუ კაი მეთქი ბლა და მე მეუბნება რომ აი ჩემი მეგობარია ჩემთან და თან ხმაზე ვატყობ რომ არ მისმენს სულად კარგად რა მეთქი ჩანდავა მაგრამ მაინც გავიყვანე ბოლოში სამაგერ ჩემი მეგობარი ძალიან კარგად გისმენდა Thank you ძალიან გული მეთქინა იცი რატო მე გავიგე პირველად არ მომხდარა ყოველთვის პირველივე ეპიზოდიდან არის ისე რომ რაღაცნაირად მე უფრო მეც ლაპარაკობ ვიდრე შენ ცხოვრებაშიც ეგრეა შენ უფრო ისეთი ხარ თავშეკავებული და უფრო ცოტა სიტყვი და უფრო ხარისხიანს ოკეი მე უფრო ბევრს და უხარისხოს და შევეგუოთ ამ ამბავს და ძალიან გთხოვთ ნუ მაჭამთ იმიტომ რომ TikTok-ზე მაქვს ეს ატანის უნარი რა და შემიძლია შევეგუო მაგრამ YouTube-საც რომ დამხვდა ძალიან ცუდი approach არის გული მეტკინა ეს ვიდეო დაწყობილიყო შენი ბოდიშის მოხდით ჩემ მიმართ და არა ახლა რაც გააკეთა შენ Love you Okay Say sorry I'm sorry და საჩუქარი ანუ დავით დაბადები You apologize Yeah I know ანუ მეთქი რაღაც ერთ უნდა გამოესწორო ჩემი შეცდომები Are you ready baby თვალები აღარ ბანზი შეფთვა იმიტომ რომ ხალხო packaging the stuff like that is not my thing რა არის შენი აზრით Wow it's heavy 1 კილოს ფასი გადავიხადე ჩემთან კაი არ მინდა დავხედე გარედან კაი დახედე აი ქვემოდან არ დახედო ესე დახედე და რა გონია რო არის ამდენი ხანი რომ ლაპარაკობ დებილი ძალიან ხარისხიანი შეფუთვარი რაღაცებს აუ იმენ არ მინდა რომ ნახო რა არის აი ზემოდან ვერ მიხვდები თუ არა მოატრე რამე ძალიან კაი არ თქვათ არა Give me the fucking რა გონია არ მინდა რომ თქვა რა კაი თქვი თუ არ და არა უშავს თქვი რა გონია Amazon Fulfillment Center Amazon-დან გამოიწერა What do you think baby ჰა მაგრატალე ფაიმე რა გონია სათვალეები არა სათვალეებს რატო გამოვიწერდი Amazon ხო არ ვიცი კაი მოდი აღარ თქვა იმიტომ რომ გულს მათგან Oh my god, is it like that diamond that I really wanted? Yeah, baby. I crave chance the fuck. Rari,
Okay. ხო არ ჯერ. მქონი არა 3 საათი. Wow, it is chic. Oh, looks gorgeous. ძალიან ვაიბი არის. ანა ძალიან დიდი მადლობა დავდგამთ აქ. ძალიან საყვარელი ხოა. ხო, ნახეთ რა საყვარელი არა? დასატენია სავარაუდოდ პეცკო. Oh my god, ნახე how fancy it is. Looks gorgeous, you guys. ფერს გირჩევდი და აი კრემის ფერი თუ ეს ფერი ამერჩე და კრემის ფერი როგორ შეგებინა? I would actually cry on the camera. კაი, იქნებოდა ცუდი. Okay. კაი, მაგრამ ისი ძალამეზია. არა, ეს საოცრება არის. Oh. That is so. რა სიმძიმეა? ani ჯიბეში ვერ ჩაიგდებ. Wow. კაპელიც გვაქვს, რა ძალიან გვიჭერს ხოლმე. არა, მართლა ძალიან დიდი მადლობა. Shut up. რა? დეგენერატი სათვალე უფრო გაგიხარდებოდა ვიკრე? ვიკრე? სათვალე, просто Bluetooth-ის ნიშანი დავინახე და მე რა მეგონა, იცი, რომ მარჩიკო ის Ray-Ban-ების სათვალები რო იღებს თან და მეთქი ამას ახლა თმებში, ანუ ვწდები მეთქი. ანუ ეგ რო არსებობს არც მიფიქრია, ამიტომ shut the fuck up. Okay, so მაგას back შეგაჩუქე. to what I was saying. So back to where რა ხდებოდა ახალი ამ კვირაში? ვიყავი ბაკურიანში, as you guys know. და რას ვაკეთებდი? წავედი პარასკევს მოკლედ და ვიყავი ძალიან დიდი სამეგობრონი. ჩემი 6 დაქალი, ყველა თავისი შეყვარებულით და ქმრით და მე. წარმოვიდგინოთ, სურათი დავხატოთ. მე ერთი თვალი, ისინი ყველანი ერთად. დაწყვილებულები, მაგრამ ოთახში მე მთელი ოთახი იყო ჩემთვის, ანუ ყოველს თავისი ოთახი ქონდა და ასევე ჩემი ორი დაქალი თავისი ბავშვებით, ორს ხო ყავს თოთო ბავშვი და ანუ ჩვეულებრივად ბაკურიანში ჩვენ ხო სრიალებდით, წამოიყვანეს და საბაგიროთი რო აყავდათ, ხალხი გამოშტარებული უყურებდნენ, იმიტომ რომ სამი თვის ბავშვი საბაგიროზე ალბათ არავის უნახავს რა. ძალიან Never say never. მე სრიალებდი პირველ დღეს ისევ სრიალე, შენ თავს ვიცავ, აი ძალიან კაი ამინდი იყო, თან თოუ და ახალი თოვლი იყო, მოყინული არსად არ იყო, ანუ ჩემი თავის მიკვირდა, მეთქი, ვაუ, ანუ არ მჯეროდა რომ მე ვიყავი რა, არ ვჩერდებოდი და იქ ვუხვევდი და იცი როგორ Kim K გეგონა შენი თავი. ცოტა, იცი როგორ Kim K ასპენში. Exactly, მაგრამ Kim K არ ვარ დარწმუნებული რომ კარგად სრიალებს, მე ფენომენალურად სრიალებდი და იცი როგორ გაჩერება დამამუღამე, აი ესეთი რო არის ეკრავე ფეხებს რო ესე აკეთებ, ხო? და ჭრი, რო ჩაჭრედით ვაჩერებდი ყოველთვის და ეხლა მაგ გაჩერებით ვიყავი და აი ჭკუაზე არ, აი იცი როგორ რენდომ ადგილებში ვაჩერებდი, აი ხალხს იმენა ფეხებთან რომ მიუჩერებდი და ანუ ძალიან გაჩვენებინა რომ просто შეგიძლია გაშე. იცი, აი ყველგან და მე მეორე დღე გათენდა არი კარბორბალი ჩოლებრად და თოვლი წინა დღეს დაიდო აი ესე ტრიალებს არში მეთქი girl I'm good ამიტომ წავედით პროფესიონალი თავისაკოს შეუდგა ანუ აი პროსტა ვიდეო შემხვდა მე კიდე მე არ გადამიღე იმიტომ რომ ტელეფონსაც ვერ ვიღებდი ჯიბიდან იმიტომ რომ ისეთ ქარი იყო ხელიდან გამოცლიდა რა ანუ ძალიან აი ესე ტრიალებ და თოვლი ჰაერში და რაღაც მომენტში დაღმართები რომ იყო ხან სახიდან გიბერავდა და მაგ დროს კაია იმიტომ რომ გაჩერებს რა და სახეს არ გაიძრობ მაგრამ რაღაც მომენტში ხო ზურგის ქარი არის ხოლმე ანუ ისეთი ლეწვა მიდიოდა, მაგრამ 5 ჯერ მაინც ჩამოვსრიალდი. Can you believe that? ძალიან rebel ვიყავი. რაც მეგელაპარაკე ალბათ იმაზე რომ you have to just be confident about it. მგონია რომ მაგის მაგრამ უკვე ბევრად უკვე ჩაგლია სრიალი. მაგრამ კრისტალი, იმიტომ რომ კრისტალის რასა უკვე ვიცი ზეპირად და სხვაგან მაინც ძალიან შემეშინდება. ახალი სკილი სწავლე ჩაჭრდეს გაჩერება. ზუსტად, ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი. ჩემო მეგობარმა რაღაც მომენტში დაკარგა თხილამურები. თან ხო იქ ქირაობ. და ანუ დაგურჩა წინა დღეს ავტოპარკინგზე და მეორე დღეს მივედით, მეთქი დაგვენძრა და თურმე ღირს ხალხო გავარკვევით 700 ლარიდან ზემოთ მარტო ისინი რაც არის, ხო იცი? არ ვიცი რა ქვია ეგ. და ანუ იმენა ვფიქრობს რომ შედაგვენძრა, ეს ფული გვაქვს შესაძლებელი რაღაცა და ვიღაცა უკეთელ შობილესი ადამიანები კიდე არსებობენ, პარკინგზე ხო უნახავს, აუღია ამ თოლში, წაუღია და სხვასთან და დაუდავებია. ანუ მე იქვე მივაყოდებდი ხვდები, მე ამ დონის კეთილი ვარ, იმას მაგრამ თუ კარბორბალა და ამბები იყო რავი. ხო და გჟერა რა ესეთ კეთილი ადამიანები არსებობენ და მე ბორჯომში ვარ, იქიდან რომ მოვდივართ ბორჯომში შევიარეთ საჭმელად და რაღაც რესტორანში ვიღაც კაცი მოდის 45 წლის სადღაც. და ანუ შენო ვლოგერი არ ხარო? ანუ იმენა ამ წინადაობით 45 წლის კაცი და აი ესეთი რა იმენა უზროსლი კაცი იყო. ანუ ხმა ვერ ამოვიღე, იმიტომ რომ არ ვიცოდი, ანუ ეს ჩემი მეგობარი ამბობს, რომ არ ვიცოდი ერისთვის მოვიდაო, რომ სახეში გაერტყავთ. ანუ მე ცოტა რა უნდა რომ ქართულობას რატო გვართმევ ეგეთ ხო თუ აი მიდი კარგად ხარ და რაღაცა. I love you sis. ეს რა ეთქვა.
თან ანუ როგორი საყვარელი იყო რომ მაგიდაზე იჯდნენ კაცები და ადგა მოვიდა და მეუბნება რომ შენ რო ვლოგერი არ ხარო და რაღაცას კიდე მეუბნება მაგრამ იმენა დავიბერი მეთქი ეს კაცი რას მებაზრება ძალიან საყვარელი იყო ფოტო გთხოვა თუ რამე ნაუ მაგრამ მთელი ის რომ იყურებდა რომ აი ეს ვლოგერი გოგო რას ჭამსო და მეც არ გაუცრე იმედები და ყველაფერი ძალიან კარგი თუ გაუცროებდა შეიძლება უნდა რომ ენახა რომ კარგად ჭამ ხო არ გაუცროე იმედები მაგას ვამბობ ზუსტადაც მაგრამ ის არ გაგიტყდა რომ როცა შენ ბაკურიანში ყავი თბილისში იყო უსაოცრესი ამინდები შენთვის ვიცავარ იმენა მადლობას ვიხდიდი იმიტომ რომ მე ზიზღება თოვლი თბილისში მაგრამ შენ ისე გიხარო და ჩემო ბაჭოკა ისე მიხარო და ხალხო წავედით მეგობართან და მის იმაში აქვია ეზოშიან ძალიან დიდი სივრცეა ისე კარგად ვიკუნდავე აი 4 წლის მეგონა ჩემი თავი ისე გორაობდი თოლში ჩაულებრივად არ გეზღება რა სველდები რაღაც აი ქცივა იმენა არ შემელია ნორვეგიელები ამბობენ რომ არ არსებობს ცუდი ამინდი არსებობს ცუდი ტანსაცმელი თუ კარგად ხარ მომზადებული ნორვეგიელებმა თქვას ოკეი თუ კარგად გაცვია და სწორი ინვენტარი გაქვს კარგად გეცვა ესე იქამდე მიყავს საუბარი ძალიან კარგად მოწყო ხო და აი ბაკურიანში და გუდაურში მარტო ან რაღაც ski resort ჩვენთან კუშაველში მან შეიძლება რომ აი სრიალებდა ზედმეტად არაფრით არ წუხდები რა და აი თბილისში რომ გამოვდივარ დღეს და შენ სადარბაზოსთან ისეთი მოყინული იყო კინაღამ სახი გავიხიე და იქ რაბანჩი უნდა გესიამონა მაინც შეამონებდა გრო გამოვდიოდი აი ჰაერის სხვანაირი და სხვათა შორის ხალხო თუ შეგიმჩნევეთ თოლში არც თუ ისე არ ქცივა ეგრე ძალიან რა სიცივეს ვაფშე ვერ გრძნობდი Well, მარტენსები დაგინახე ფეხზე და ანუ ოდესმე დამინახავს რო გწმია? მარტო როცა თაული არის მაშინ ვიცი. Yeah, it looks good, baby. სხვა ყველაფრით იმენა ავილეწები 2 წამში. ან გამეყინება ყველაფერი. აი თბილისშიც მართლა მე ხალხო მეორე დიდი ტრაგედია რა დამემართა. კაროჩე, მე ხო არასდროს არ ვამზადებ წინასწარ ტანსაცმელს. აი რაღაც ტრიპსა რა მივდივარ, გასვლამდე 2 საათით ადრე დედა ჩემი რა. So bullshit. შენთან იტალიაში რო ვიყავით ცალ-ცალკე პაკეტებში და ყველა ხო ეგ პარკში ჩადება ძალიან მევასება აი პარკებზე მაგ შეჭერა მაგრამ პარკებამდე რომ მივიდე იმენა ბოლო 2 საათში უნდა მოხდეს და დედა ჩემი რო იმენა წიხლით მადგას რომ მალე რატო არაფერს არ აკეთებ და კარიში წინა საღამოა დედა ჩემი მეუბნება რომ გაემზადე ვეძებ ჩემი ბაკურიანის ტანსაცმელს და არ არის არსად ანუ არ არის არსად მე რა დედა ჩემს აუღია რაჭაში იმიტომ რომ დედა ჩემი არის ისტორიჩკა და სახში ვერაფერსად მეც ვერ იტანს. წაიღო, წადით რაჭაში სანამ წახვიდოთ. ხო და მე გავუშვი იმ საღამოს კავთის, ანუ ჯერ გვეგონა რომ კავთისხევში იყო რა, მეთქი ჩადით და წამოვიდა. ერთი საათი გჭირდება აქედან. კავთისხევამდე ნახე ახლოს 12. ოკეი. ანუ 2 სოფელი. კავთისხევ მეთქი ჩადით ნახე წავიდნენ, არ იყო არაფერი და მივხვდით რომ არის რაჭაში. და ანუ ტანსაცმელი ვაფშე არ მქონდა ისე წავედი. არა, რაჭას ანუ რაჭამდე სანამ 5 საათი მე ვერ წავიდა და ხო და ანუ უტანსაცმელ წავედი ვაფშე. წარმოგიდგენ რაჭაში გაგიგზავნე დედაშენი ჩამომიტან ტანსაცმელს. ანუ ფიზიკურად რაში ვერ მოესწრებოდა, თორე რაღაცას მოვიფიქრებდი, მაგრამ აი ფიზიკურად ვერ ჩავიდა და ჩამოვიდა და რაღაც შარვალი მეცო ჩემი დაქალის რომელიც მქონდა დიდი და იცი რა ვიძე ვიყავი სნოუბორდით რო დადიან რაღაც ბაგი და რაღაც ხო ანუ მაგრამ მეც გამიკვირდა იმიტომ რომ მართლა საკმაოდ fuck you ანუ ბაგი სტილი ჩემი არ არის ხო მაგრამ თან როგორი თემა არის აი თხილამურებზე ბაგი I know baby მაგრამ I didn't have any options ხო ანუ იმენა ერთადერთი ვარიანტი იყო რომ რაღაც ჩამექვა ეგშავი და ანუ კურტკები მქონდა ბევრი იმიტომ რომ კურტკებს რაღაცას უზამ, მაგრამ შარვლები და ჩემი უსაყვარლესი შარვლები, აი ესე გოიმივით ვიყავი ბაკურიანში. და was so sad. მაშინ როცა ჩემ დაქალე, მაგრამ აი მეორე დიდი პრობლემა, ჩემი ამ 6 დაქალიდან 6-ვე არის ზუსტად 40 კილო და არც ერთის არაფერი არ მერგებოდა. და იგენი სულ ერთმანეთის რაღაცაებს იცვამენ. ხო. ვაუ. ამიტომ კაი ფოტოები არ მაქვს. ჩვენ წავიდოთ. დავაიწავედით გუდაურში. ეხა არის გუდაურში open air იცი? 28 თებერვალს და 1 მარტს. What do you guys think? დასავლობა ჩანს. კი, მაგრამ იცი ვინ არიან? ვინც წელს იყვნენ open air-ზე, რაღაც მწვანე ოთახი, Bedford Falls. ანუ მარტო ქართველები. ხო. ანუ ქართველობაში არ არის პრობლემა, უბრალოდ ვიღაც უკეთესი შეიძლება დახვდები? მაგალითად David Guetta. ქართველები თქო, David Guetta არის top, მაგას ვერ გავუქაჩავთ, I know. და ჯერტი ნუიგდებ მასხადი, იმიტომ რომ ყველაზე თესლი DJ-ია ვაფშე. David Guetta? კი. David Guetta. იბიცაზე არის ყველაზე მოთხოვნადი.
ეგ არ არის არაფრის მანიშნებელი. You ძალიან ბევრი trust me. მანიშნებელია, ძალიან ბევრი მანიშნებელი. ხო, ან დევიდ გეტა მარტო მე მევასება, იმიტომ რომ ცხოვრებაში არავინ არ მინახავს, რომ ჩემნაირად ევასებოდეს დევიდ გეტა და პიტბული კიდე ევასება ხალხს. მართლა მე პირიქით ვიტყოდი და No honey. პიტბული არ ვიცი. Okay, შეერაშებოდი ეს დღეები, როცა მე არ ვიყავი ქალაქში. ვიგუნდა How was it? ვიგუნდა ვეთქო ძალიან კარგი იყო. უფრო ხშირად დავდიოდი გარეთ. That was it. That was შენ literally. ჯიმში რა ხდება დაგვაწია ამბებს. ყველაფერი კარგად მეგობრებო. ანუ ჯერ ერთი იმით მინდა დავიწყო რომ ვინც თქვა რომ პილატესი გოგოების ვარჯიში არის is bullshit. It's a lie. It is such a lie, იმიტომ რომ გონი გაკვეთილზე ვიყავით 3 ბიჭი და დანარჩენი ყველა გოგო იყო. მარტო ჩვენ სამს გვეშლებოდა, ანუ მარტო ჩვენ სამს არ შეგვეძლო. ანუ ურთულესი იყო მართლა, ანუ mind you ახლა დავიწყე ჯიმში სიარული, ამიტომ ეგეთი ისაა რა ქვია მოხდილი, მაგრამ მაინც ძალიან რთული არის. აი ეს გაწელვები და ანუ რომ აბამ ყველა ილეს ერთმანეთს, ანუ გონია რომ ვერ სუნთქა უბრალოდ რა, ანუ ეს პილოტესი მე მეგონა რომ ცოტა აქტიური რაღაცა იყო რა, მიდიხარ და რაღაცას აქტიურად აკეთებ, მაგრამ იმენა ჭიმაო თითოეულ კუნს და რაღაცა რომ უნდა აწიო და გააჩერო რაღაც მომენტ. ეგ არის ყველაზე დამბლელი. მე მაგიტო აერობიკა მირჩევნია რომ აი რაღაცას აკეთებ სულ რა. მე როგორც ვიცი პილოტესის დავალება რა ერთ აგასუსტოს პილოტესის მთლიანი ის არის რომ ტონუსში მოიყვანოს ორგანიზმი. აი მაილი საიროსის კონტები გინახავს, აი ხა ძალიან slim და ისეთი არის. Skinny, მაგრამ აი ყველა კუნთი აქვს გამოკვეთილი და ძალიან ლამაზი სხეული აქვს, აი მართლა ტონუსშია. ამიტომ ეგ არის პილოტესი შენი აზრით? პილოტეს აკეთებს მაილის არის და მაგის გამო გახდა ესეთი პოპულარული. ყველა მაგის სხეული დაინახა რომელიღაც დაჯილდოებაზე და ერთი ამბავი იყო რომ აი მაილის workout routine you missed the chapter. არ ვიცოდი. კი. არ ჯერჯერობით არ მიცდია რეფორმერი. არის ეგ იმაში. კი როგორ არა. მაგრამ მე შენ იმიტომ რომ მაგაზე ამბობენ ბევრად უფრო მდგომნეული არისო. Jake Shane ხო იცი პოდკასტერი რო არის. მაგან ხო გააპიარა ჯერ ერთი ალოს ეს ძალიან famous gym რომ და მოგიწვიონ და ამბები. და მაგან არის ყველამ საერთოდ. ხო, მაგრამ მგონია რომ მაგის ვიხადობა ვიდეოები, მაგრამ აი კუნთები ნდულები რო უკან კალებს ხალხო. For 5, 4 more, 3 more, 2 more, hold it up, pulse it up, hold it up, pulse it up for 8. აი ეგრე ვარ მატზე და ანუ აი რეფორმერზე რო დამაყენო, ალბათ აი მთლიანი შენობა იზანძარებს ჩემი კუნთების იმით რა ქვია. მე მგონია რომ ის უფრო მარტივი იქნება, იმიტომ რომ გიჭერს რაღაცა არის, რაზეც ეკიდები. მგონია რომ ბევრად უფრო რთულ ილეთებს აკეთებ მაგის ხარჯზე და ალბათ მაგიტო არის უფრო რთული. I don't know. Yeah, I don't know. სხვა უდიდესი თემა რაც იყო ამ დღეებში, რომელია შენი აზრი? რომელიც გინდა რომ დავიწყოთ. ერთ-ერთი მთავარი იყო ჩემი აზრით Beckham's. I feel like everybody. ერთ-ერთი ეგ იყო top მთავარი. The most. Yeah. დაიწყე რა იცი ეგ მე. მოკლედ, ყველა ორივე მოვისმინეთ, რომ ნიკოლა პელცის ქმარმა Brooklyn Beckhamმა დადო Instagram-ზე 7 story, რომელიც მე არ წამოგითხავს, წინასწარ გეუბნები რომ ცენზები მოვისმინე TikTok-ზე. რა ანუ Brooklyn-ი ამბობს თავის მშობლებზე, Victoria Beckham's-ზე, David Beckham's-ზე, რომ ანუ ძალიან დიდი ხანიაო, რომ ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, ერევიანო ჩვენ ოჯახშიო, ნიკოლასო, რაზე იყო? კაბაზე მითხარი, მოყავი კარგად? მოკლედ ძალიან გამისწორდა რომ იტანჯო ცოტა ხანი. რომ არ წაი. გაკვეთილი რომ არ გაქვს მომზადებული და რომ წამოგაყენა. Literally ვიცი და ანუ ვიქტორია ამბობს რომ ანუ დიდი გავრცელებული რო იყო ისა story რომ ნიკოლას არ უნდა და რომ ჩაეცვალა ვიქტორიას კაბაო. That's okay. ხალხ არ მოლაპარაკებს და ანუ მგონი hate არ იყო საკმარისი. Shut up. მოკლედ, წავიკითხე შევიდივე იასნად, ჩვენი მეგობარი გვიგდებს ხამის 2 საათია მე მგონი ჩვენ საერთო ჩატში. ჩვენი პირველები ჩვენ გავიგეთ. იმენა, ბრუკმა როგორც კიდე და ეგრევე ჩააგდო და მეთქი, oh my god, და გიჟიბით მეცი ვკითხულობ და თავიდან ძალიან ისე მიდიოდა რა, ეს ბრუკლინი ადრეც მithქვამ შენთვის მევასებოდა რა ხან ბექემები შვილია და ჩვენ ხელა ჩემი crush იყო სადღაც 15 წლის ასაკში. პოდკასტზე გაქვს ნათქვამი, პოდკასტში. კი. ხა და ანუ მევასება და რაღაცნაირად თვალს ვადევნებდი. მევასება რა, ანუ მევასებოდა. ხა და რო ვკითხულობ ამას, რომ აი მინდა რომ ამაზე ვისაუბრო და ჩემი ოჯახიო ძალიან პერფორმატიული არისო, რასაც აკეთებს ყველაფერსო იმისთვის, რომ ხალხო დაანახოსო ეს საერთო ფოტოები, ოჯახური ფოტოები. ამაში მიუყვებოდი, ხა წარმომიდგენია რომ ესეთი A-list celebrity რო ხარ, რომ ძალიან დგამყო
ყველაფერს რომ აი კარგად გამოჩნდეს ჩვენი ოჯახი და ასე შემდეგ. მეთქი აი ამაზე გეთანხმები Brooklyn გავაგრძელოთ. Okay, sexy voice. I know. ხოდა მე რაღაც აი რამაც გადამაგდო იმენა კლდიდან იყო ის რომ ეს ამბობს რომ როცა ჩვენი ქორწილი იყო და კლდიდან გადაგაგდო. მე და ნიკოლამ და რაღაცა კონდაო დაგეგმილიო ცეკვაო რომელიც ძალიან დიდი ხანი იგეგმებოდაო და ძალიან ემოციური პირველი ცეკვაო first dance რასაც ეძახია. კი, ვეთანხმები ძალიან ემოციურია. დედა ჩემიო ჩამიხტავ და ის მეცეკვაო და როგორა inappropriately. ხალხო მაგ ყველაფრის მერე შემხვდა ალბათ 10 AI video. The internet has wasted no time. After Brooklyn Beckham claimed his mum, Victoria Beckham, hijacked his wedding dance, social media went into overdrive. AI-generated videos imagining Victoria dancing on her son have gone viral, turning the family drama into an internet joke. That's how much joy that brings to me. ვიცი 10 მარტო ჩვენ ათივეს გამკეთებელი. 10-ის გამკეთებელი ყო მგონია. ხო, მაგრამ ეხა ნახე. ჯერ ვიდეოები არ გვაქვს. Exactly 500 კაციანი ქორწილი იყო 500 ადამიანი ხალხო წარმოგიდგენიათ იქ პლუს მომსახურე პერსონალი ანუ რაღაც 800 ადამიანი არის ქორწილზე ვიქტორია ბექემი ცეკავს inappropriately და არავინ არა იყო კამერა და გადაიღო ეს ყველაფერი bullshit ალბათ ტელეფონები ჩამოერთოს no honey და ანუ ამას დედაშენზე აი რა პონჩი უნდა თქვა ანუ ცხად რომ რაღაც სუდად გამოსლო და ეგ არის ძალიან სხვა დონის accusation ხვდები რომ inappropriately ეცეკვება დედაშვილს ანუ ეგ მარტო ის კი არ არის რომ მე დედაჩემი მაკონტროლებს ეგ არის რომ ანუ დედაჩემი არის არანორმალური გიჟი ავადმყოფი იმენა ეგ არის ძალიან ზედმეტი მოვიდა მართლა მეთქი ბრუკლინ აი მანდ დაასტოპე და მე მგონი არა მარტო მე ყველა საერთოდ აი ამაზე ჩააჭირეს რომ აი რა პონჩი უნდა თქვა ეგრე როგორც მაგალითად ხო და მე კაბაზეც რომ ამბობს რომ ანუ ვიქტორია ბექემს უნდა გაეკეთებინა კაბა ნიკოლა პელცისთვის და ბოლო მომენტშია 11 საათით ადრეო თუ რაღაც მე მგონი უთხრაო რომ აღარ გაგიკეთებოდა ნიკოლას აი ეს სასწრაფოდ მოუწია რომ ვალენტინას ოტკუტურის საქორწინო კაბა გაეკეთებინა ხო და that's which is weird იმიტომ რომ მე ვიღაცა მაგიქა რომელიღაც გამოცემასთან ქონდა მიცემული ინტერვიუ ნიკოლას და ამბობს რომ აი რაღაც თვებით ადრე ემზადებოდა რამდენიმე თვე დაჭირდაო ამ კაბის შექმნა ანუ ხო თუ haute couture არის haute couture ყოველთვის იკეთება იკერება კლიენტზე ანუ წარმოიდგინე ეგრე არ ხდება რომ 2 დღეში ვიღაცამ შეიძლება ამ ხალ კაბა შეკეროს მაგრამ სხვა ამბობდა მაგ თემაზე რომ ანუ რასაკურველი outfit change-ები უნდა ყოფილიყო რა და ისა Beckham-ის კაბა ჩანასლო Versace-ის კაბათიო მიხვდე That is so sad ანუ ვიქტორია არა მე რატო ამბობ იცი რომ მე იმ ვიდეოს რასაც ჩვენ ვუყურეთ მაგის საპასუხო ვიდეოს ნახე მეთქი რა ოკეი გავიგე ანუ მისმის შეიძლება მართლა არის ეგეთი დეგენერატკა და მართლა ბოლო წამს უთხრა რომ აღარო მაგრამ ანუ და ძალიან სერვაჩო არის ვიქტორია ბექემი და სნობი აი ხო უეჭოლად ვიცი და აი ხო იმენა გვერდით არ მიგისვამს მაგრამ ის რომ ეზიზღება და უფოთ ნიკოლა თუ ეგრე რაღაც მიზეზი უნდა არსებობდეს ხვდები ხო და მგონი არსებობს ეგ მიზეზი which is რომ არის ძალიან fucking rude right რა გავიგეთ ოღონდ ხალხო არავის არ უთხრა 2 მილიონი ნახო ქონდა მარტო მაგნიტიკს რო ვუყურა ინფორმაცია ძალიან ინფორმაცია გთხოვთ let's keep it between us რო თურმე პელცები ანუ ეს ნიკოლა პელცის ოჯახი ჯერ ერთი ნიკოლა პელცის мама არის მულტიმილიარდელი ну 1.7 კამენტა ოკეი მაგრამ ძალიან ახლა მეგობარი ილონ მასკის და ასევე არის ის ადამიანი ვინც გააცნო ილონ მასკი და ტრამპი ერთმანეთს ანუ imagine that რამხელა power აქვს მაგის ოჯახს რა ანუ ბექამები მაგათთან შედარებით ხო in terms of like money and power ანუ ახლოსაც ვერ მიდიან იმსეთი ოჯახიდან მოდის და ანუ fame ბექამებს უფრო აქვს მაგრამ obviously ხო მაგრამ ანუ ფული power და ნაცნობები ამათ უფრო მეტი აქვს და ხალხო რა თქვა ანუ იმენ სტატია იყო დაწერილი რომელიც Variety to New York Times არ მახსოვს თუ როგორი ანუ horror house იყო პელცებთან მუშაობა მამამის ქონდა თურმე SA ხო იცი რა არის allegations from house staff იმიტომ რომ იმენა ყველაფერი ყავდათ nannies cleaners chefs and stuff like that და ანუ რომელიღაცასთან ქონდა ეს SA allegation კიდევ რომ თურმე ეს ნიკოლა თვითონ იყო ძალიან სასტიკი თავის ძიძებთან რომ ერთ-ერთი თურმე გადმოაგდაო კიბიტანა და ამბებიო ანუ თან იცი როგორ სახეზე რომ იმენა mean girl არის რომ შეხედა სახეზე რომ დააკვირდა ხო და ეგ ახასიათებს ამასაც და Apple Martins ორივეს აქ იმენა mean girls ახა ვეჩი აი Apple Martin და Gwyneth Paltrow და რა
ძალიან ისეთი თესლი TikTok-ი მოვისმინე, რომ თუ დააკვირდა ბიო ერთი ამბავი ხო ატყდა ეს სტორები რომ დაიდო, რომ ნიკოლა პელსის და ამათ მაგიდაზე იჯდა თავიანთი ნანის. ხო, ეგეც დაწერა. ხო, ეგ ხო დაწერა და ანუ რა იყო იცი რომ Google-ავო ახლა ნიკოლა პელს ნანი აგდებს ამ სხვა ნანისო რა, რომელთანაც ძალიან დიდი ხანია ერთად არისო და რაღაცა იმ ნანის რომელიც she pushed her down the stairs, ეგ არ არისო, ანუ გადაფარული არისო რა და იგივე მოხდა Apple Martin-ზეო. ხადა. იმიტომ რომ თურმე, ოღონდ ეს არის allegations ხალხო, ეს არის ჭორები და ანუ ნიშხალხი ერთმანეთში და ეხლა ვავრცელებ ჭორებს. ანუ კაფეში მითხრა ვიღაცამ და ანუ ეგრე გავიგეთ რომ ანუ ეს Apple Martin ისე აბულინგებდა ერთ გოგოს სკოლაში რომ იმ გოგომ კინაღამ თავის სადაო ანუ რის გამოც მოუწია ამ Apple-ს გადასვლა სხვა სკოლაში მე ხო გამოვიდა დებიუტანტ ბოლზე პარიზში რა ტარდება ცისფერი კაბერეთ და ფოტოში რა გადაუხდა ერთ გოგოს გახსოვს ეგ ვიდეო ხო და რა წერდიო Apple Martin bullying მარტო იმ დებიუტანტებიდან ამოქმედებულ ვიდეოს აგდებდა სადაც ანუ იქ არ ჩანდა ეგრე ძალიან რომ was she actually bullying ანუ ის story it was intentional ანუ obviously it was intentional იმიტომ რომ that's just good PR იმენა ნიკოლა პელცი მეც რაღაც weird vibes მიგზავნი სახაც ეგეთი აქვს რომ ანუ მე I don't want to like judge her მაგრამ როგორი სახე აქვს იცი აი Disney-ში რო არის brat girls ხო ის საყვარელი სკვირი ლამაზი სკვირი გაიგე პრეს ანუ ვისთანაც მეგობრობდა სელენა გომესის ძალიან ახლო და ქალი იყო რაღაც მომენტში აი უახლოესი ახლა მე მგონი არ არიან იმიტომ რომ სელენა გომეს უნდა და that promotion იმენა იგიც Disney არა ეხლა ამ ბოლო დროს აი ბოლო წლები პრეს და ალბათ სელენასთვისაც აუტანელი იყო I don't know და ის რომ აი დედა ჩემიო ძალიან გაბრაზდაო ვითომო რომ სხვადასხვა მაგიდაზე როგორ იყო ანუ ოჯახებიო სხვადასხვა მაგიდაზე იჯნენო ნიკოლას ოჯახია და ჩემი ოჯახია და ჩვენ მაგიდაზეო ისხსნენო ჩვენი ძიძებიო და ამაზეო გაგიჟდაო ვიქტორია well that is also weird ჩერტი ესე დეტალებში აი ესე random monday იყო მე მგონი ორშაბათი დღე იყო გადაწყვიტა აიღო და დაეწერა ეს ყველაფერი და თან აი ძალიან random ფაქტები იყო აქედან იქიდან ამოღებული რა ანუ რაღაც ქრონოლოგიას გაყევი რაღაც გაგვაყოლე მთელი ისტორიას ფოტოები და I don't know და ეს ბრუკლინიც ეხა რო გადავხედოთ რა არის მაგის ცხოვრება ხო მე რო არ მოგატყოთ მეგობრებო ვიკას სამეგობრო შეგროვე წახით შევხვდი პოლში გავედით და პროსტა ანუ მეთქი ვიკ მომიყავ ჩოლებრად ანუ like literally what's going on ვინ არის ვიკა ვიქტორია სად პოლში ეხლა ხო ჩამოვიდა ხო როდის ხო ანუ ეს ყველაფერი მოხდა ანუ she was like I need to get the fuck away მეთქი ანუ ჩამოდი პროსტა აქ ვიქტორია ბეკჰემზე Are you fucking kidding me? ჩვენი მეგობარი არის ვიკა რომელიც ცხოვრობს დუბაიში და მეთქი ვიკა ჩამოვიდა იმენა დებილი ხარ? ისტერიკა მაქრო ისეთი აი წყობიდან გამოვედი ჩაოლებრივად. Back to your roots რა ჭოლებზე კი არ გადაობენ ანუ I swear ვიკაო და ვიქტორია ბეკემს ვიკას ვერ შეკადრებ. ჩვენ მეთქი მეგობრები მეთქი მაგრამ I guess you're not one of us. Yeah, I'm not. იმიტომ მე მინ ხალხის მეგობარი არ ვარ. დედოფალია ვიქტორიას არ ამბობდე? She is, მაგრამ ამასთან მინ არის. Mean queen. და შენთან გონია რა იქნება მინ? არა, ჩემთანაც იქნება, ამიტომ არ ვიმეგობრებ. Easy. იცი რა კატეგორია არის ვიქტორია ბეკჰემ? კოსტში რომ ვინც გითხრა. მაგიდა მოვიცან. მაგიდა, აი ცაბეჩი მაგას იზამდა, შემოვიდოდა და მეტყოდა რომ წადი მაგიდა გადამიწმინდა ვაფშე მაგას. მაგიდა ალაგ. ისეთი კარგი იყო. ხო და ბრუკლინზე რა სამობდი იცი რომ თავიდან იყო ფოტოგრაფი იმენა for a living მერე გადაწყვიტა რომ აღარ უნდა და ეხლა არის შეფი ანუ ერთი წამ ბიჭი რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებია იყო ფოტოგრაფი ანუ რადონეზე unbothered life აქ რომ აი ლარი როგორი შოვოს არასდროს არ ვფიქრია რა მოდი ჯერ ფოტოგრაფია და ფოტოგრაფები ძალიან კარგად ჩავლობენ და რა გონია რომ ქორწილებს იღებდა ბრუკლინ ბეკჰემი არა მაგრამ ალბათ აი რაღაც productions and stuff No honey, ეგ არის რომ ფოტოაპარატი რო აქვს თესლი და რო გავედა ყვავილს რო დაზუმავს და ხო ხტები, ანუ მაგდონის ფოტოგრაფი იყო. Yeah. ხო და არ ვიცი, ხო აი არ უნდა გაატუწო ბავშვი მორიგი მაგალითი და ჩემი აღზრდის მეთოდები რომ ძალიან ფულიანი რო იქნები, შენ შულს არაფერი არ უნდა უყიდო და ყველაფერი უნდა დაიმსახუროს. ერთ წამი აფართი 3 ეპიზოდით უკან გადავიდეთ, როცა ამბობ რომ
ყველანაირად უნდა დავასპოილო ჩემი შვილი, რაც მე არ მქონდა ყველაფერი უნდა მქონდასო. I have never said that. We literally have that No, on honey. the camera. I have never და said მე that. რო ამბობ, რა ჯერეთი სწავლობ ყოველ ძალიან მინდა რა ტრადიციები შექმნან ჩემ ოჯახში, იმიტომ რომ აი ბავშვთა დღე რა იქნება, აი ვეთყო ჩემ შულს რა იმ დე, მოდი რა მევქნათ. ეგ ვინიყო. კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არა, მე გახსენებ, იმიტომ რომ მაგავე მაგ ეპიზოდში თქვი. თოთა ბავშვები რომ იყავთ სამოგზაუროდ და უბრალოდ აი მიდიხარ სადღაც და 4 წლის ბავშვი მიყავს ბიზნეს კლასით. That is too much. რა, არა, ეცა მე ვიქნებ ბიზნეს კლასში, ჩემი ბავშვი. არა, შენი ბავშვი დარჩება სახლში ბებიასთან. არა. იმიტომ რომ აი 4 წლიდან ყველგან დადიხარ, მე მაგაზეც მიფიქრე, რომ ყველგან რომ ყველაფერი მქონდა ბავშვობაში, ხო? ანუ აღარაფერი გაგაკორებს, აღარაფერი გაგახარებს რაღაც მომენტში. ჯერჯერთი ეგ არასწორი არის და შენ თუ გონია, ანუ შენ როგორ გინდა მითხრა, რომ ანუ თქვა ძალიან ბევრ ტანსაცმელს უყიდი, მაგრამ არ ამოგზაურებ, ანუ მე პირიქით მირჩევნია, თქვა აი ეგეთ რამე ტელეფონი არ ვუყიდო და მაგალითად ვამოგზაურო. No. ფაქტებს ამახინჯებ იმენა. I'm just iterating. ხო, მაგრამ აი წარმოგიდგენე წელიწადში რომ მიყავს 5 ტრიპსე რა? და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, ანუ მე რისი მიზანი უნდა ქონდეს ეგეთ ადამიანს? რა ტრიპი არ არის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ტრიპი მაგალითად მომყავს, ეგ არის, ანუ ყველანაირად ფუფუნებაში რო ამყოფებ რა, ტრიპსე ყოველდღიურობაში ყველაფერი რო ახალი აქვს და ყველაფერი ბოლოს გამოსული და რა. ჩემს მაგ ყველაფერში დისციპლინაც მნიშვნელოვანი არის. მე ვამბობ, რომ ანუ trips are the last problem. მიხდროს ვამბობ ანუ აი. Get over that. It's not about trips. Trips თქვი და ხმა trips არ ვიხილავ. Trip არის example. ხო, ანუ მე არ ვამბობ, რომ spoiled brat არავინ არ უნდა გასარდოს, მაგრამ ხო და ამოგზაურე. მაგას ვამბობ მეც, მაგრამ შენ გინდა რომ ჩემი ოპოზიციური აზრი დააფიქსირო და ლიჟბი ეგეთი რამე თქვა, ყველაფერს ამბობ, okay? 5 ტრიპი რო წაიღოს ადამიანმა და გიხსნა ტრიპს არ ანუ not the problem. ტრიპები პლუს ანუ ყველაფერი კომბინაციაში და ეს ყველაფერი აწოწებს ბავშვს. ანუ ბრუკლინ ბექემი როგორი იყო გაზრდილი, წარმოგიდგენი, აი ყველაფერი ქონდა ალბათ ცხოვრებაში, რაც კი გაუფიქრია და ბოლოს ესეთი რამე გაუკ და ყოველს დიდი რამე იცი რა არის? ეს ნიკოლა თურმე ხდებოდა ანვარ ჰადიდსაც რა. და ანვარს ქონდა გაწყვეტილი თავის ოჯახთან ურთიერთობა 3 წლის მანძილზე. მე მგონი she is the problem. ხა მაგრამ რო ვიცით როგორი არის იოლანდა ჰედდენ, ეგა ისე შეხედე ორივე ადამიანი ცნობილი არის, ერთი არის აი არ ვიცი, გაფაქტურლი ანორექსიჩკა რომელიც თავის შვილებს გადაუტანა ყველაფერი და მეორე არის, მეორე ცნობილი ანორექსიჩკა არის, მაგრამ რაღაც აი, ხავთები აი, ხოთა შორის არ არის ცნობილი. ანუ თავის პონჩი არის, მაგრამ ჰარპერი, მაგათი ერთადერთი ქალიშვილი ბექემების, ყოველთვის იყო პუტკუნა ბავშვი და ვიქტორია ხო ძალიან თხელია და ის სულ ფიქრობდი, რომ ალბათ როგორ აკომპლექსებენ ამ ბავშვს და რამე. არა და არასდროს, ანუ ყოველთვის ძალიან ისე ეცვა, როგორც თვითონ უნდა და ძალიან ბავშვურად და ანუ აი რაღაცნაირად რო ვადევნებდით ხოლმე თვითონ აკომპლექსებული და იდეა და უშუალოდ ბელა და ჯიჯი სულ მაგაზე ამბობენ, რომ დედა ჩემი სულ ამაზე მაწვება და ამაზე არ ყოფილა ეგეთ რამე. შეიძლება ეგეთი საერთოდაც არ არის ვიქტორია, ჰა? იმიტომ რომ ჰარპერი ეხლა ძალიან კარგად არის, ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ აი ძალიან ორგანულად მივიდა მაგაზე რა. აი ხო ხტები საშუალება იქნებოდა რომ სადღაც სკოლაში აწყვეტებდა. გახსოვს Real Housewives of New York-ში რა იყო რა ერთმა ქალმა თავის შვილი გაუფა რაღაც იმაში. რა ერქვა? რაღაც აი კემპივით იყო? ხო, ბანაკივით იყო რომ გამხდარი იყო. თუნდაც ანუ გადაფრინდნენ private jet-ით ეგ მახსოვს. ძალიან ძვირიანი რაღაც იყო და ანუ ბანაკში წავიდა ეს ბავშვი რომ ცოტა ეჭამა, იქ რაღაც ვარჯიშები ეკეთებინა. I would love that for me, huh? ეგეთი ტრიპები გაკლია მგონი. სავეჭი. თანები ბავშვებს ავი რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. Okay. ისე ამონეთ მეგობრებო. მაგალითად დასკვნა რა გვაქვს ნიკოლა პელცის მე არ მჯერა რა ვქნა. მეც ვიქტორიას ხარეს ვარ. What can I do? Huh? თან იცი კიდე რა მეტყოლებს მაგაზე რომ აი მარტო ვიქტორია კი არ არის, თავისი ძმებიც, ყველა ზურგიში აქცია? არ ვიცი, მაგრამ მე მგონია რომ Beckhams are fucked up as well. Просто ნიკოლა მგონია და როგორი ტიპში მგონია, იცი? ხო არის რომ აი who would judge you in a bikini გოგოები. მე მგონია რომ she's like the meanest to staff. ანუ აი მომსახურე პერსონალთან არის ძალიან უხეში. ხო და ანუ ეგეთ ხალხთან მე საერთოდ არ მიყვარს კომუნიკაცია. დავხუროთ ეს თემა. იმიტომ რომ ანუ მგონი ვსე დავიყალებ. ანუ ბრიტანელებს მართლა აქვთ ნიჭი რომ შექმნან ადამიანებისგან კულტი. Oh my god. არის კულტი, Royals არის კულტი.
ძალიან კაი რაღაცა თქვენ, ეს ფაქტი არ გავს პრინც ჰარი რო წავიდა სამეფო ოჯახიდან, დაახლოებით იგივე გაქანების ამბავია. ეს სულ ბრიტანელები არიან. სოჩი, იმიტომ რომ ბრიტანელებს არ უყვართ თავისი შიდა სამზარეულოს გამო ფენა ესე გარეთ, ანუ თავისი ოჯახის ნაკლოვანებებზე, რა თქმა უნდა სამეფო ოჯახი არის ლაპარაკებს და არა ამიტომ აი ესეთი perfect picture რო არის დახატული და რაღაცა რო გასკდება არის big deal, ხები? როგორც საქართველოში. ხო, როგორც საქართველოს. აი ამერიკელებში იმენა როგორი fact up არიან, ყველა ვიცით, ყველა ოჯახი ხდები რა. და ანუ მაგიტო არის რა, ანუ და პელცი ხო ამერიკელები არიან და ანუ მაგიტო არის რომ მაგათ ისტორიებს დიდი ეგეთი გამოხმაურება არ მოყვა. სოჩი. ანუ ეს ამბავი ხო ორივე მხარე არის ჩართული, მაგრამ იმიტომ გახმაურდა ესე ძალიან რომ ბექემებიდან არის წარმოუდგენელი და უცხო. არ ვიცი, მაგრამ პრინც ჰარი რა წავიდა. ანუ იდეალიზირებას ვაკეთებთ ხანდახან ბრიტანელებს, აი ეგეც ცოტა მეგოიმება. No, I'm not doing that. I don't care about British people. მაგრამ პრინც ჰარის წასვლა კიდევ უფრო სიგიჟე იყო. წასვლა რა ესეთი განხეთქილება რაც მოხდა და იქაც ცოლის ჩართულობა. კარეჩა, ეს ცოლები თავის ჭკუაზე ატრიალებენ ამ კაცებს. As they should. As they should. As Exactly. you should in the future. For sure, I would. უნდა ყველა შეცდომებისგან. მაგრამ აი ბრუკლინ ბექემ ფეხებზე კიდე უბრალოდ აი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი რო ხარ რა. აი ცოტა სხვა ვალდებულებით იბადები, როგორც კი იბადები და შენ აი უკვე ყველაფერი აღარ არის ოკეი შენ რო აკეთებ. აი ბრუკლინმა ხარ რაც არ უნდა გააკეთოს ფეხებზე კიდე გადავიტანთ, მაგრამ ხო, მაგრამ რამდენი ხალხი აკულტებს სამეფო ოჯახს. ფოტოები აგებენ ნახე 2000-იანებში რო გულაობენ. და that's okay. It's not about that, მაგრამ ის რო რაღაცას Queen's-ზე ცუდად ამბობს, რაღაცა ისეც თქვა ჰარიმ ელიზაბეთზე. ეხლა ხვდები, ეგ არის გაუმართლებელი. I don't care to be honest. I do It's care. not my culture. იმიტომ რომ Kate Middleton-ი მიყვარს ძალიან და don't you dare Meghan Markle რა რამე ცუდი თქვა. I'm not a Markle anymore. You're not? რაბარო Sussex-ი. I'm Meghan Sussex. I'm like not Markle anymore. ანუ ვინი ყო ჩვენ და რა ქვია დამოწყდა? Mindy Kaling. Mindy, how do you say that? Like I'm not like ცოტა ეგრე არის ხო? Switchy. You're so good. I know. Impersonating არის დავითის ძლიერი მხარე. არ შემიძლია. მოკლედ, moving the fuck on, იმიტომ რომ ხალხო ევროვიზიაზე ბზიკებს უშვებენ. Wow. იმენა ვაუ, ეს მე დავამანიფესტირე. ეს ჩვენ დავამანიფესტეთ, მაგრამ შენ იმიტომ რომ შენ დაგევა საქმე სიმღერა ძალიან. დაჟე დღესაც უსმენდი, I swear to God. მე გადავა. I'm obsessed. მე როგორც მივხვდი ხა იმ სიმღერას ვერ გაიტანენ. არა, შეუძლიათ გატანა, იმიტომ რომ რაღაც 6 თვით ადრე უნდა იყოს, დროში ჯდება, მაგრამ არ ამგონია რომ ეგ სიმღერა გაიტანა. მოკლედ, Giga Production თუ რა ქვია, რას მეუბნებოდა იმ ტიპს, ვინც Giga კოხიანიძე. ხო, Giga Production თუ ვინც არის, ხალხო ყველა ვინც წერს მაგასთან, ანუ ამ Giga-მ უნდა დაწეროს აი გოზინაყი ფარტის დონის სიმღერა. ანუ ეხლა რაღაც ვოკალური სიმღერა არ იქნება უეჭველი, იმიტომ რომ ესე კარგი ვოკალი არ აქვს რეალურად და რა ვიცი, ანუ შეიძლება არც გაკეთოს. ანუ ხომღეროდნენ და მე რაღაცა აკაპელაში მღერიან იგივე სიმღერას და მოვისმინე და მე როგორც პროფესიონალი ვაფასებ, მაგრამ მაგეთი პლუსი არის, რომ სამნი არიან, რაღაც ემოციური დატვირთვაც აქვს ევროვიზიის ფანებში, რომ ის ბავშვები არიან, ვინც იქ იყვნენ და აი ესეთი კანთი, როგორიც ეს კონცეფცია არის. აი კონცეფცია არის იმენა შესამუშავებელი. ხვდები და ძალიან კარგად შეიძლება გაიყიდოს და დაიბრენდოს ამათი ტრიო. ამიტომ get your shit together you guys. მართლა გეუბნები, ანუ ის რო ეხლა რაღაცა. სტარტება ხო არიცე? არ მახსოვს. და როგორ უნდა გავჩეთ ბილეთები? I don't know. ვინ მოიგო ვაფშე არ მახსოვს. ცბეჭი არ მახსოვს. და მგონი სხვა ქვეყანაში ატარებენ. ხანდახან ხდება ხოლმე. I don't know, მაგრამ იმედია ფინალამდე მაინც მივალთ, მე მჯერა რომ მივალთ. უეჭ. ესეთივე კარგი სიმღერა თუ იყო, იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი სიმღერაა და ამყოლი. და ძალიან მიხარია რომ მიდიან რა. და რამდენი ვიდეო დავსიცე, აი თვითონ ევროვიზიის გვერდმაც დადო და ძალიან ახვადი არის და ძალიან ბევრი ლაიქები აქვს. ამიტომ პოპულარობა იზრდება. We love that for them, for us, for everyone. ყველაზე დიდი ამბავი კიდე რა მოხდა? ნინა ჩხეიძემ გამოუშვა თავის სუნამო. ერთამ ყველა რატო ლაპარაკობს მაგაზე და 7000 ვიდეო შემოხდა მაგაზე. ხარად, იმიტომ რომ ღირს 500 ლარი. ნიშ პარფიუმებს აქვს უბრალოდ ექვასი. უფრო ძვირი თუ არა, მაგრამ ხო რამშალობა 500-დან, ნუ 1000-ით არის და 1500. არა, უბრალოდ ვერ მივხვდი რა პოინტს აკეთებ უზეთ თავიდან. იცი რას ვამბობ? აი დავუშვათ ვალენტინო უფრო იაფია ვიდრე ნინა ჩხეიძე. That makes sense. Really? Mhm. Does it? Okay.
ანუ ნინო ჩხეიძე ძალიან დედოფალია, მიყვარს ქალს რა გონორი და თვითშეფასება. ეგ არის ერთ-ერთი პირველი VIP კლიენტი შანელა, ეს ერთი ამბები რო დადო. ბეჩი, ანუ იცი, აი მაგლომიტიდან შურს მაგი. დედოფალი არის. და როდი, სადღაც 20 წლის წინ ვაფშე შანელი რა იყო რო არიცო და ნახე. ნახევარ მაქვეყანა. არა, მე იმაზე მე იცი რა მომეწონა. ეგ ხო აქ რო ანუ სულ შანელიაცვია და სულ რო ეგრე დაბრენდელი და ანუ ნომერ 5 რო დაარქვა თავის უნამოს. She's a fan. ხო, მაგრამ მე მგონია ცოტა too much. არც კი დავკურები ვარ და შე რა დაარქვა. მაგრამ ვინ იყიდის შენი აზრით? ფაქტია რა, აი რაღაც ქართული სელებრიტების პროდუქტები იყიდება, თამოსქინი იყიდება, რაღაც მაია ასათიანს. მაგრამ თამოსქინის ფასობრივი ზუსტად, ანუ ჩემი აზრით გოგომ ვერ გათვალა, აი მაგას რო გამოეშვა range-ში სადღაც 100-დან 150. იცი რა არ მინდა გამოვრიცხო, რომ შეიძლება ის ერთამ ხალხო 500 ლარი. რამდენჯერ შემაწყვეტინა წინადადება დაითვალეთ, მარტო ჩემს ასრით. ერთამ გაჩვენდეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მაცლა უფლებას რო ვილაპარაკო. ანუ დღეს ერთი 50 ჯერ ჩამეჩვა და მეც 7-ად ბეგუები ამ ამბავს რა თქვენ დაინახოთ როგორი. ეგ როგორ ხდება ბებიცი მე ვილაპარაკობ შენ მეჩრები და მე მეგეჩრები. ნო ჰანი, აი რო დაამონტაჟებ ამას დაინახა ვინ. ისე დავამონტაჟებ რომ ყველამ კარგად დავინახოთ. როგორც უნდა. და ანუ პრობლემა რა არის იცი რომ შეიძლება დაჯდა მართლა იქ უნდა მოძვირი რა ანუ ალბათ 200 ლარი ან whatever რა მშალობა აქ ანუ შეფუთვა არის მაქედან ყველაზე ნაკლები. არ არსებობს სუნამო რომელიც 200 ლარი ჯდება. არის ექსტრაქტები არსებობს რომელიც ძალიან ძვირი. ნო ჰანი. მაგრამ ანუ არ მგონია ხა ეგ კონკრეტული ყოფილიყო მაგრამ იაფი არ არის სუნამოს შექმნა რა იცოდა. მართლა არა. ნინო მგონია რომ ძალიან იაფია. მართლა არ არის. მგონია რომ სუნამოებში და სათვალეებში ბრენდებს შრშობათ ყველაზე ბევრი. სათვალეები ყოველთვის overpriced არის, მაგრამ მაგასაც ასხოვებ ხარისხიან პლასმასაც ასხოვებ. სიმძიმით. ხო, რაღაცას განასხვავებ, მაგრამ პლასმასიგან რა უნდა ღირდეს, რომ ხარისხიანი ავიდეს $500-ზე ან $100-ზე. ეგ არის bullshit-ი, ხო და მაგას ამბობ. მე ვამბობ, რომ $500 რო ადებ, ხო ხვდები რა, ანუ არ არის მაგას არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ უფრო ძვირიანი სუნამოებიც არ შევეცდა. ხო, მაგრამ უნდა ყავდეს კონტინგენტი ეგეთი, ვინც ამას კონტინგენტსაც არ არის, ვიცი რა არ მომეწონა. მე მგონია რომ შეფუთოს არ ვაქცევთ საერთოდ ყურადღებას. შენ პრობლემა შეფუთვაში ხედავ? ანუ სუნამო არ დამისუნავს, საიდან დავიცოდე სუნამო შეიძლება კარგია. ის რო 500 ლარიანს ნინო ჩხეიძის სუნამოს არ იყიდის მასა, ხვდები? ანუ მასა რას ვფიქრობ? იყიდის ალბათ რაღაც 20 კაცი დღეში. მაშინ როცა 100-დან 150 ლარამდე რო ღირდეს, ანუ არასწორი გათვლა გაკეთებული. იყიდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მაგას უსმენს, ანუ ვინც მაგას უსმენს, ისინი ფიზიკურად ვერ გაწვლებიან, რომ იყიდან 500 ლარიანი სუნამა. ხო და მე არ ვიცი, არ ვარ ეგრე კარგად გარკვეული ნინო ჩხეიძის აუდიტორის დემოგრაფიაში, მაგრამ ის მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ნახეთ იქნებს რა გაჩვენა, რომ საფრანგეთში არის ნაწარმოები და საფრანგეთში არის ჩამოსხმული. Okay. ხო და ანუ ეგეთი რაღაცები ფული ჯდება და მე მაგას ჩინეთში არავინ არ ასხამს სუნამოს, ოღონ მაგას არ მომდი, შეიძლება ჩინეთში რო ჩამოსხა ეგეც ხარისხიანი იყოს და ხარისხიანი იყოს, მაგაზე არ არის პრობლემა. სუნამო არ დაგვისუნავს, არ მოგვისმენიან ნოტები. მე ვამბობ იმაზე, რომ თუ ადებ რაღაცას 500 ლარს, მაშინ უნდა გამოიყურებოს როგორც 500 ლარი. ანუ შენ თავარ პრობლემას იმაში ხედავ, რომ შეფუთული ძალიან ფონტი არის ცუდად დაწერილი. ანუ სხვა ვერაფერს ვერ ამჩა, ეგ არის თავი. მე გადავარე ბრენდები. I know, მაგას უპირებდი ნუკისას და თამოსკინსაც, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბრენდინგითაც ძალიან კარგად ყიდიან. So that's not the ხანდახან არ არის ბრენდინგი არ არის აპრიორი, მაგრამ 500 ლარიან ნიუტზე რომელიც შეიძლება ჩაითვალოს უკვე როგორც პრემიუმ სეგმენტი. მან ბრენდინგს და იმას რა ქვია ზოგადად გამოცდილებას ამ გახსნას. და უნდა იყოს უკეთესი, მაგრამ სხვა ბევრი რამეც. და შეიძლება თვითონ სუნამო ძალიან ხარისხიანი არის. და მართლა ძალიან კარგი სუნი აქვს და რაღაც. შეიძლება, I don't know. I guess we'll never know. ეგ მართლა ვიცი, რომ ზოგიერთი სუნამოს თამსადება ეს კონკრეტული ექსტრაქტების გამო ჯდება ძალიან ძვირი. მე ჩემ ერთ სუნამო, იმიტომ არის ეგეთი ძვირიანი, რომ ერთი ინგრედიენტი ღირს ძალიან ძვირი. I don't believe that. I mean, you should Google it. You should ChatGPT a bit. ChatGPT. I will definitely. შეგვიძლია ვიყიდოთ ეგ სუნამო, უკან გადმოვატრიალთ, ხო არის შემადგენლობა თუ რაღაც და დავგუგლოთ და დავსერჩოთ. For research purposes, we should definitely spend $500. Research-ისთვის შეუძლია ხალბატონ ნინოს რა გამოგგზავნოს ეგ სუნამო, მე როგორც აი უნიჭიერესი ცხვირის მატარებელი ვარ, ყველა ნოტებს ვასვამ. Love that for you. კონი ფრანგულად არის the nose ნიშნავს პარფიუმერს. ანუ ადამიანი ვინც ქმნის სუნს ხო თუ არ ვიცი დიდი ცხვირი ქონდა ეგენი იყო. ფრანგეთში დიდი ცხვირები აქვს და არც მე არ ჩამოვარჩევ მგონი, ამიტომ. No honey.
და ჯერ საფრანგეთში დიდი ცხვრები არ მგონია ქონდა. კი, როგორ ესე დიდები და ესეთი. ნაპოლეონს ხო დიდი ცხვრები ქონდა? მგონი გეშლებიან სხვა. არა. იმენა უგონებს თელ ფრანგ ერს ამ ამბავს whatever. ძალიან დიდი ამბავი რა მოხდა ჩემთვის ამ კვირაში. ვაუ. ხალხო, ჩემი საყვარელი სპორტი რა არის? გაიხსენე? სკროლვა. Are you fucking kidding me? You don't even listen to me, baby. სკროლვა. ფიგურული სრიალი. And you guys know that. და საქართველოს ევროპის ჩემპიონატი იყო, საქართველოს მოიგო კაცებში და წყვილებში. Crazy. That is crazy. ამას რას სულ რუსეთი არ იგებს? კი, და რატომ მოხდა ეგრე? იმიტომ რომ რუსეთი არ იღებს მონაწილეობას. არ იღებს ეს. არ შეუძლია დაბლოკილები არიან და მაგრამ სადღაც ხო შეუძლიათ? ოლიმპიადაზე წავლენ, ოღონდ რაღაც ხო. მოკლედ, ნიკა ეგაძე არის ანუ ეთერი თოთფერიძესთან რუსეთში იმაშობა ვარჯიშობდა და რახან რუსეთის სახელით ვერ გადიან, ალბათ მე ვარაუდობ მაგიტო გამოვიდა ახლა საქართველოს სახელი. ნო, ეგ ძალიან ხო, მაგრამ ქართველი, ანუ ქართული. უბრალოდ რუსეთში ცხოვრობს რა და იქ ვარჯიშობდა და ასე შემდეგ. ეთერი თოთფერიძე იყო მწვრთნელიც და გაიმარჯვა ხალხო. That is crazy. I was so proud. და წყვილში რა ვარჯიშობენ ეგრე ან რას უკეთებენ? არ ვიცი, მაგრამ მაშინია. აი, ძალიან ეთერი თოთფერიძე რო შემოვიდეს ახლა ოთახში, აი, ალბათ არა. ეთერი თოთფერიძე რომ მევასება ხალხო. აი, ვინმე მიცის ვაფშე ამ ქვეყანაში ძალიან ნიშკალი არის, არ ვიცი. და წყვილი ძალიან ცუდი ქალი. ძალიან კაი ქალია. Shut up. What do you know? მე მინახავს მაგისი 200 ინტერვიუ 2 საათიანები. მე მინახავს როგორ პრობა ბავშვებს, ამიტომ ეგეც საკმაოდ. სპეციალი რო ხარ, ხალხო, აი ეს მიდგომა რაც არის ძველი საბჭოთა რო აი სპორტში ცოტა მკაცრად უნდა მიუდგე. ჩემი აზრით რაღაც მომიჩ არის გამართლებული, იმიტომ რომ სპორტი არის მთლიანად აი ეს კულტურა შრომითი. იცი რა სკოლის ხმაი უნდა კონდეს დისციპლინა თუ არ გაქვს სპორტში იმენა წარუმატებელი იქნება იმიტომ რომ ეგ ყველაფერი მოდის მუშაობასთან ერთად შეიძლება იყო რაღაცნაირად ნიჭიერი აი როგორიც არის კამილა ვალიევა რომელიც ძალიან მაგარი ფიგურული მასრიალი არის და ძალიან ლამაზად გამოსდის ყველაფერი ვიდრე დავუშვათ საშა ტრუსოვას რომელიც ძალიან კარგად ტრიალებს მაგრამ ისე ლამაზად არა Axel Swear-აჯანს არა ეგ ყველაზე კარგად ტრიალებს არა იცი რას ვამბობ ანუ აი ეს თანდაყოლილი ნიჭი არის დავუშვათ რომ რაღაცას ძალიან ლამაზად აკეთებ ვიდრე სხვა მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სპორტში არის მუშაობა და შენ თუ მე პირადად მე ეგრე ვიქნებოდი ვიღაცა ძალიან ისეთი მკაცრი ან ყავდა ვინც მიმითითებს რა უნდა გავაკეთო აი ჩვეულებრივად დისციპლინირებული ვერ იქნები აი ძალიან იშვიათი არის თან ბავშვი მით უმეტეს და ამიტომ ეთერი თუთვერიძეს რო აჯამენ მე არანაირად არ ვეთანხმები მწვრთნელი უნდა იყოს მკაცრი კაცრსა და აი დესპოტ შორის არის სხვაობა მაგრამ ანუ არის რაღაცები რაც კი უფრო რეჟიმში გაჯანს და დისციპლინას გძენს მაგრამ არის რაღაცები რაც ცხოვრების ელოდ გატრაუმირებს ანუ შენი არჩევანი არის ბეიბ შენ შვილი გინდა რომ დატრაუმირდეს თუ ჩემ შვილს ყველაფერი შევიყვან ფიგურულ სრიალზე იმ მაგალთან შეიყვანდე იასნად ანუ მაგალთან რომ მოხდეს სახე უნდა გაიძრა შენ მე მგონი ვერ იაზრებ ვიზე საუბრობ ხთები ვიზე საუბრობ მაგრამ ანუ ხო და it's not a flag that's what I'm trying to say it's a flags baby და ძალიან ხალხო ბევრი წარმატება ჩვენ სპორტში ზოგადად ანუ სპორტსმენებს ვერასდროს ვერ ვაფასებდი და რატო იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრი ფული აქვს ანუ სპორტსმენებს აქვს ძალიან ბევრი ფული და მეთქე რატო იმსახურებს დაუშვათ ნეიმარი ანუ აი ესეთი პოხუისტი ტიპი რო არის რომ იყოს აი ესეთი ანუ ეგეთი ტიპია ესეთი მდიდარი აი ესეთი წარმატებული ესეთი შემდგარი ყველანაირად და მაშინ როცა ვიღაც corporate slaves ჩვენ რო ვართ 9-დან 9-მდე სამსახურში და რაღაც ღატაკური ხელფასი რო გაქვს არანაირი დაფასება არანაირი fame არანაირი ვალიდაცია ანუ აი ეს ძალიან დიდი სხვაობა არის სპორტსმენებსა და სხვა ყველას შორის რა იმის ფონზე რომ მესმის რომ ძალიან ბევრი შრომა იდება მაგრამ შედეგი მაგათთვის არის რაღაც სასწაულებრივი მაგრამ იგივე სიტყვით მსახიობზეც მსახიობი სპორტსმენი აი ეს მომღერალი ოკეი მაგრამ არსებობს ხო და მე მგონია ხო მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით ხედავ რამდენი რაღაც მისდით ჩვეულებრივი პერიოდი ხო მაგრამ მე მივხვდი რომ ის აი ძალიან დიდი შრომა იდება რა აი ესე მარტივად ძალიან მაგარი სპორტსმენი ვერ იჩნდება თან ანუ აი ბავშვობიდან უნდა იყო რა ძალიან ბავშვი აი ცოტა გვიან თუ დაიწყე ნებისმიერი აზრი აღარ აქვს ამიტომ ძალიან რთულია შენ შულში რა პოტენციალი ვერ დაინახა და ხელიდან გაუხვა აი შეიძლება მე ძალიან დიდი პოტენციალი მქონდა რომ ფიგურული მასრიალი ყოფილიყავი fuck I know right miss opportunity იცი რა გონდა ის რეალო კი როლიკები ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან და როლიკებს გავს ოღონდ ერთი ისა დიდი შეცდომა მეგობრებო მეც ეგრე მეგონა და პირველ ტრენერთან ერთად რა დავდაკი რა მითხრა ისი ხესალო energy ხარ და просто ვერ ვიცი ვარ კარგი მაგრამ ბალიში არ მაგ საწავი და არ ვიცი okay there
Right there. ტრენერთან რო ვიყავი რა პირველი რაც მეთქა როლიკებსაც გახარო და მეთქი კი მართლა? ხო კი მეთქი და ერთადერთი რაღაც უნდა დაივიწყო როლიკებზე როცა ხარო ყოველთვის ეცემი წინო თუ პირი ახლა მეგობრებო მომის მე გამოვყავი კარჩე მეუბნებოდა რომ ანუ ერთ შემთხვევაში ყოველთვის წინ უნდა დაეცე მეორე შემთხვევაში ყოველთვის უკან უნდა დაეცე და მგონი ფიგურულ სრალში უკან უნდა დაეცე და ბალანსი უკან მხარეს უფრო უნდა გეჭიროს ვიდრე წინო შეიძლება ვწდები და შეგიძლიათ ჩამისწოროთ. შეიძლება პირიქით არის. და პირიქით არის, მაგრამ ეგ კონკრეტული ჩამიჭდა თავში, იმიტომ რომ სულ აი ისეთი რჩევა არის, მე მგონი წიგნი უნდა დაწერო. და მე წინ არ დაეცე, უკან დაეცე. მაგოგოსთან დავდიოდი მგონი 5 დღე, თუ რაღაც ეგრე. 5 დღე დაგჭირდა ტრენერი? და არა, პირველ დღეს ხო ეს ვსრიალებდით, მეორე დღეს უკან შემოტრიალებული ვსრიალებდით. და მესამე და მეოთხე დღეს უკვე აქსელს ვამუღამებდით რა, ასე ახტამად. და მეხუთე დღეს უკვე რო გავაკეთე ორმაგამდე გავქარჩა მარტო შემოძლო. მერე უკვე რა დავწყნარდი. მიყარე ხარ? ან გააკეთე ხა ის რეალურად? შეგვიძლია წავიდე. მაგზე ვერ ახვედი? არა, ტოლუპი. მაგრამ ეგ რომ მეცა და ალბათ რა ქვია ღობეს გადავწდებოდი. მიყვარს. მაგრამ კარგად ვიცი რეალურად. I know, ძალიან გავს როლიკებს და პროსტა იმდენი წელი აღარ მდგარ ვარ. ეხლა რო მე მგონია რომ არ გავს. ძალიან გავს, აი ზუსტად იდენტური არის ჩემი აზრით. უბრალოდ დაცემა არის უფრო მტკივნეული, იმიტომ რომ ყინულზე ახეთქები. You know, და როლიკებზე ცოტა გონორზე ვერ ხარ, რომ ტრიალები და რაღაცები აკეთო და აქ ცოტა გონორზე. უნდა კაუჩუკის და სწორი, 2-4-იანი. მე რო ბავშვი ვიყავი, ანუ სადღაც 5 წლიდან ვდგავ როლიკებზე, მართლა ვგიჟდები, მაშინ კაუჩუკი იყო, ფუფუნება რა და მაშინ ხო, ანუ მაშინ პლასმასის როლიკები ქონდა ძირითადად ხალხს და კაუჩუკი იყო ახალი შემოსული და მე მქონდა პლასმასის როლიკები, მაგ დროს აი 4-5 წლის ასაკში და ჩავიცვამდი და იმ თელ უბანს ესმოდა რა დავდიოდი, იმიტომ რომ ხმა ქონდა ძალიან დიდი. მე კაუჩუკის როლიკები, ჩემ ეზოპოს ქონდა კაუჩუკის და ხან მთხოვნიდა ხოლმე და ის რომ ეცვა თავი მეგონა აი ჩაეულებრივად დედოფალი მე კაუჩუკი რა ვიყიდე ხალხო აი ჩაეულებრივად ვეღარ ჩამოვყავდი მართლა გეფიცები ყოველ დღე ჩემი ყველაზე საყვარელი რაღაც იყო როლიკებიც იარონ ნუ დავაბრუნოთ კი we should bring that back იმიტომ რომ ეხლა ჩემ უბანში ბავშვები არ დამინახავს როლიკებით ყოფილიყვნენ what is happening სიგიჟამდე მოყავდა როლიკები შენ აუ მოდი აქ უნდა იყოს რაღაც როლიკების პარკი 70-იანები და რაღაც ეგეთი მე მგონი არის ეგეთი რაღაც ეგეთი როლიკები არ მინდა მე მინდა იმენა მე მინახავს როგორც ქართველი გავხშორ ძალიან მაგრად საკვავს ხო როლიკებზე თუ რაღაც აი რაღაც ეგ დარბაზი აქ არ არის დარბაზში რა ხომ შეიძლება ვიგონებ და რაღაც ამის მეც რაც მოსო ერთი გოგორი ძალიან გაგიცაკვავს I don't know ხალხა არ ვიცი უკვე რამდენი ხანი ვიწერთ მაგრამ ჩვენ 10 საათზე უნდა ვიყოთ ფილმზე და 10 აკლეთ 15 and I'm worried მე ზიზღება როცა ვარ ვაგვენებ სადმე შენ ახლა მე დიდად არ მაგრამ მეგობრებო ძალიან გვიყვარხართ მარჩა მადლობა რომ გვიყურეთ და ლაიქეთ გააზიარეთ გავუზიარეთ მეგობრებს bye